მოგესალმებით მეგობრებო საამურიდან. ესე იგი გამოვიზამთრეთ და როგორც იქნა ცოტა გამოთვა და პირველივე დღეებში ვესტუმრეთ საამურს. და ისეთია რა, ყველაზე პერსპექტიული ტბა არის ზამთრის სეზონზე, სადაც შეიძლება რომ ის ზამთრის ჟინი მოიკლა თევზაობის და იმედი გვაქვს რომ დღეს რადგანაც სითბოა, თევზიც გაგვახალებს და გაგვახალისებს. ხო, დღეს კიდე რა მოქვს ახლა რა სიახლე რა. დღეს მაქვს ძალიან მაგარი ჯოხი რა. ყოველ შემთხვევაში ეხლა რასაც ვუყურებ, გამორჩეული ჯოხია. პირველად უნდა ვითევზაო ამ ჯოხით. ეს არის ნიტროს Stark X-ი, მეთოდ ფიდერის და ამაზე კარგ ადგილას სად გავტესტავდი ეხლა ამ ჯოხს რა. იცით რომ freestyle method feederში საქართველოს ჩემპიონატი პირველი სეზონი მიმდინარეობს და მარტიდან დაიწყება უკვე მეორე სეზონი და მეორე სეზონისთვის უკვე ემზადებით, რადგან გამოიკვეთა რომ ფიდერის კლასიკური light ჯოხებით მეთოდ ფიდერში ვერ ვითევზავებთ რა. ისე კარგად, ანუ დიდი კობრის დამორჩილება ძალიან გართულდება რა ამ კუთხით, ხო და იძულებულები გავხდით რომ გვეფიქრა აღჭურულობის განახლებაზე და აი მე ძალიან კარგი საჩუქარი მივიღე მაღაზია My Fishing-ისგან. დაინტერესებული ვიყავი მეთოდ ფიდერის ჯოხებით. ნახავთ, გავტესტავთ, ნახოთ რა ჯოხია, კონკრეტულად ახლა ეს ჯოხი არის 3 და 6-იანი 100 გრამი ტესტით და ასევე კოჭაც არის იგივე ნიტროსი, ესეც Stark X-ის ბრენდის 5500-იანი. გიო შეიძლება მოვხვდი ახლოს რომ კარგად ნახოთ ეს დეტალები. ანუ ბლანკი არის, რავი, ძალიან კარგი და ანუ რაღაც ისეთი ძალიან თხელი, სასიამოვნო ისეთია, ტარი ნახევრად ევა, ნახევრად კორპი, ხო? კორპი. ხო და მაქოს რაც იმას კოჭას რაც შეეხება, ხო? კოჭა არის საკარპი აშკარად, შორტ დისტანციაზე სათევზაო, რადგან კონუსური მაქო აქვს. სულ ახალია, ჯერ არ გამომიყენებია, არ გამიტესტია და ეხლა უნდა ვნახოთ. ჯოხს რაც შეეხება, მოყვება ორი ქვივერი, 60-იანი და 80-იანი. თუმცა წვერს რო უყურებ, ძალიან ისეთი რბილი და მგრძნობიარე წვერი აქვს. აი საკმაოდ რა არ არის ისეთი 60-იანი ჯოხების ქვივერები რაც მინახავს, ხო, ესეთი ცოტა ხისტი და აგრესიულები არის ხოლმე რა და ამ შემთხვევაში ეს ქვივერი რაღაცა ძალიან ისეთი სასიამოვნო და რბილია და მგონია რომ ძალიან კარგი სიამოვნება უნდა მომაინჭოს ამ ჯოხმა. იმედი მაქვს რომ დღეს დავიჭერთ რაღაცას, კობრს, რაზეც ამ ჯოხსაც და ამ კოჭასაც მაქსიმალურად დავტვირთავ. ასევე მაინტერესებს ამ ჯოხის დისტანცია, რადგან მნიშვნელოვანი არის დისტანციის დაფარვა. 3 და 6-იანი და 100 გრამი ტესტით ვფიქრობ, რომ ალბათ 1-80 მეტრამდე მინიმუმ უნდა ვითევზაო. შესაბამისად, მაქოც შესაბამისია კონუსური ადვილად გაშლის ძუას. დავიწყოთ დაკვებით. ეხლა ვამზადებ სპეციალურ საკვებურას, რომელიც დაშვებულია freestyle method feederში და დავიწყებ ამით დაკვებას. ბევრ დასაკვებს არ მივცემ, რადგანაც ჯერ სიცივია, მაინც წყალი ცივია და ისეთი აქტიურობა არ უნდა იყოს წესით. დაკვებას ვაპირებ. Tiger-ნაც მივცემ ცოტას სიმინდს და ქართულ დასაკვებს. ამინდი ძალიან კარგია და წესით უნდა იაქტიუროს, თუმცა წვრილი თევზის აქტიურობა თითქოს უფრო ჩანს ტბაზე ვიდრე დიდი თევზის აქტიურობა.
ამის მიუხედავად მაინც რაღაცა პასიურია რა. მანამდე 1-2 სიტყვით ვთქვათ ამ ბრენდზე რა ნიტროზე. საქართველოში ახალი შემოსულია. შარშან გავიგე პირველად საქართველოში შემოვიდა. ხო და სულ მაინტერესებდა, ანუ ინგლისის მაღაზიებს უყურებდი, ვიდეოებს უყურებდი სულ და სულ ჩანდა ეს ნიტრო და მაინტერესებდა უბრალოდ გამოწერას ესე ვერ ბედავდი რა. თუ არ გატესტე ჯოხი, თუ არ მოირგე შენ ხელში. ეხლა რაც ნახე, მაღაზია My Fishing-ი გაიხსნა. ხო და მაგ მაღაზიამ შემოიტანა ეს ნიტრო. და საკმაოდ ბიუჯეტური ფასები აქვს რა, არა ეს რაღაცა ისეთი გაწელილი ფასები, თან ინგლისური ბრენდია, ისეთი ცნობილი ბრენდია, ეხლა იდგავს ინგლისში ფეხს აქტიურად. ხო და ესაა ჩემი პირველი ჯოხი და კოჭა მოგდე და ძალიან ისეთი მაყოფილი ვარ მუშაობის პროცესში. ხა თევზი ჯერ არ დამიჭერია. იმედია რომ ეგ სიამოვნებაც გვექნება და ყოფთან ჭიდაობაშიც გამოვცდით ჯოხსაც და კოჭასაც, მაგრამ დაკვებითაც კარგად დავკვებე, ანუ მეთოდის საკვებურა გამოვიყენე აქტიურად და ძალიან უპრობლემოდ კვებავდი 60 მეტრზე. და ისეთია რა, რაღაცა თითქოს რაღაცა მოყვება რა, რბილი ჯოხია, ნაწილობრივ, თუმცა ის რაღაცა კარპური სიგვაშკაცე გააჩნია რა, აშკარად და აი თევზთან ჭიდაობაში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება და ძალიან ველოდები ამ პროცესს რა და ერთადერთ ხელის შემშლელი ხე ჩემთვის რაც არის ცოტა სქელი ძუა მიყენია და თუმცა ამისთვის არ არის დიდი პრობლემა, რადგან გამტარი რგოლები საკმაოდ დიდი აქვს. პირველი გამტარი რგოლი 20 მმ-იანი არის და აი რომ ნახოთ მე ხო აი ბოლო ქვივერის რგოლებიც აშკარად იმისთვის არის რომ კვანძი, შოკლიდერი, სკვანძი ადვილად გაატაროს და ანუ შეფერხება არ მოქცეს რა. თვითონ ბლანკი ძალიან მომეწონა, არ არის გადატვირთული რაღაცა იმითი წონით, ისე დაბალანსებულია. კიდე ერთი რაც მომეწონა, ნევსკავის გამოსადები აქვს. ამ ბოლო ხანს ბევრმა ბრენდმა მოაშორა ეს რა და ისეთია კომფორტული და კარგი სახმარია უცებ მონტაჟს. ამოდებ და გადადებ ჯოხს გვერდზე, რომ ისე არ ეგდოს ციეს რა. მონტაჟი აი ჩარტყმაც იყო, მაგრამ მე მგონი წვრილი თევზი აწვალებს აშკარად. ანუ ეხა არის აშკარად წვრილი თევზი და იმის ჩარტყმასაც ვხედავთ, მით უმეტეს მონომიყენია რა. და მაინც ვხედავთ. ძნობიარე ჯოხი არის ნამდვილად. და კოჭა მაინტერესებს კიდე დიდ ყოფთან როგორ იმუშავებს რა. აი მან გამოჩნდება ყველაზე კარგად რა. საინტერესოა. პატარა, მაგრამ ისეთი რა. ის ხემაში ეს მოგდანდა. ჰეი, თავში ის და გრები აღია. დაჭრე მამ. აუცილ სეზონზე ესეთი ლამაზი კობილკაც კარგია. ესეთი ლამაზიზე კარგი. ჯოხის გაიწესდა, მოინათლა. ძალიან ისეთი კარგი შეგრძნებები დამიტოვა ჯოხმა. როგორც ჩანდა რომ ესეთი ვითომ სამიოზი რაღაცა დიდი ქვივერია, ამ შემთხვევაში ჩარტყმა ძალიან კარგად ჩანდა. ესეთ პატარა კობრის ჩარტყმა ძალიან კარგად გამოჩნდა. და ბლანკიც კარგად მუშაობდა მაგერთი ბოწო კობრზე. ძალიან კარგი. შევაჯამოთ დღევანდელი დღე. ესე იგი დიდი მოლოდინი არ გქონდა ეხა იმის რომ რაღაცა ამ ცივ პერიოდში აქტიური ჭერა გვექნებოდა.
მაგრამ სულ ქონდა ორი ჩარტყმა. ერთი დამიჯდა და ვერ გამოიყვანე, უეკლო ნემსკავებით ვთევზაო, სპორტული ნემსკავებით და სადღაც რო წამოიყვანე გზაში გამიქცა და მეორე კი ნახეთ ვიდეოში ნახავთ პატარა, რა ვიცი, ალბათ 1.5 კილოიანი იქნებოდა რა. თუმცა მეც ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა, ანუ მინდოდა რომ ჩარტყმა მენახა ჯოხზე და მენახა ანუ შეგრძნებები როგორი იქნებოდა რა და საკმაოდ ისეთი რა, ძალიან წვრილი თევზი არის, ბევრი უკლეიკა რა და აი ისიც კი რო ეხება ქვივერს, ისიც კი ჩანს, ანუ ძალიან გრძნობიარე ქვივერი აქვს და თვითონ ჭიდაობის პროცესში 1.5 კილოიანთან საკმაოდ ის ხო რა ქვია, კარგი შეგრძნებები დამიტოვა. ჯოხი რაღაცა ისეთ კომფორტულად, სუბუქად მუშაობდა და კოჭაც რა თქმა უნდა. ალბათ ჩემპიონატზე უკვე გამოვიყენებ ამ ჯოხს, ალბათ კი არა, უეჭველი გამოვიყენებ და მომიცემა შანსი დიდი კობრების დაჭერის და სიამოვნების მიღების რა. ეხლა დისტანციას რაც შეეხება, 60 გრამიანი ფლეთ საკვებურით დაახლოებით 80 მეტრზე გავედი რა. ისე კომფორტულად სკამიდან სროლით, ან ფეხზე ადგომის გარეშე. აღნიშნავ იმას, რომ სქელი ძუა მიყენია და ეს რა თქმა უნდა ხელს უშლის უფრო მეტ დისტანციაზე გასვლას. ალბათ სროლელსაც გააჩნია რა, მაგაზეც არის დამოკიდებული და ნუ საკვებურასაც. საკვებურა მქონდა ესეთი ფლეტის პრესტონის 60 გრამიანი ღერო მოხსნილი მაქვს, შეცვლილი მაქვს და ანუ ამითი გავედი მაგ დისტანციაზე. დარწმუნებული ვარ თუ ღეროს დავაგრძელებთ და ძელი ღერო ექნება, უფრო კიდე მოუმატებს დისტანციას რა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ 70 მეტრზე ძალიან კომფორტულად ვითევზავებდი ამ ჯოხით რა. ეს არის სულ რაც შემიძლია რომ გითხრათ. გიომ დაიჭირა ერთი ცალი, ისიც დაახლოებით ამ ზომის, სადაც 9.5 კილოდან კილომდე და სხვა ჩარტყმა არ გქონია. ხო, უკლეიკებს იჭერს ჩემი ბავშვი კარგად და კარჩხანას ნაპირიდან ალბათ 9.5 მეტრში. ლევან, როგორ ფიქრობ, აბა ეხლა სპორტულს კაი ერთ პირველ ტურს ითევზავებ ისე რომ ცალად, მაგრამ უფრო ძალიან თუ მოგეწონა ხო არ დააწვილებდი. არა, ვფიქრობ უკვე მაგაზე. კი. სავარაუდოდ კი არა, უეჭველი დავაწვილებ რა. საბოლოოდ დღე კარგი წარმატებული გამოდგა. წარმატებული გამოდგა, ეხლა გამოვედით სუფთა ჰაერზე, ამინდი იყო, მზე იყო. ჩარტყმაც ვნახეთ 2 მე 1 შენ. ჯოხითაც კმაყოფილი ვარ, კი. ბავშვის გახარებულია. ბავშვის გახარებულია. თხილი ჯოხით თევზაობს დავითი. ხო და ჯერ ტივტივით სწავლობთ და მე გადავართ ფიდერზე. ეგ ამბავია მოკლედ რა. სასიამოვნო კარგი დღე იყო რა. დაგეშვიდობებით, აბა კარგად.